და გილოცავთ ახალი ბიატლონის ინფრასტრუქტურას ბაკურიანში. წარმატებული სპორტული ინფრასტრუქტურის კვალდაკვალ უკვე ზამთრის სახეობებზეც გადავინაცვლეთ. დილით მოვინახულეთ და გავხსენით ახალი ყინულის სასახლე, ყინულის არენა და დღეს უკვე თბილისში და დღეს უკვე საღამოს ვიმყოფებით ბაკურიანში ახალი ბიატლონის ტრასის გახსნაზე. ბატონ პრემიერ-მინისტრი მინდა ბატონ ირაკლი კობახიძეს თხოვ მიმართოს საზოგადოებას. მადლობა ბატონ ირაკლი. მოგილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს. დასრულდა მზადება ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ჩვენ დილით მოვინახულეთ ახალი ყინულის სასახლე, რომელიც აშენდა თბილისში, ასევე როგორც მოგახსენებათ, ბათუმში აშენდა ახალი ყინულის სასახლე და დღეს ჩვენ მოვინახულეთ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, ეს არის ბიატლონის ტრასა, რომელიც მომზადდა ბაკურიანში, რომელიც უმასპინძლებს სხვა სახეობებთან ერთად ბუნებრივია ახალგაზრდულ ფესტივალს. ჩვენ ველოდებით, რა თქმა უნდა, ამ მნიშვნელოვან შეჯიბრებას, ამ მნიშვნელოვან ტურნირს ჩვენს ქვეყანაში და ეს არის მორიგი ნაბიჯი გადადგმული წინ ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარება. ჩვენ დღეს საუბრობთ იმაზე, რომ ზამთრის სპორტი ცოტა ჩამორჩება ზაფხულის ოლიმპიურ სახეობებს. რა თქმა უნდა, ეს ახალი ინფრასტრუქტურა მოგცემს ჩვენ იმის საშუალებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად განვავითაროთ ზამთრის სახეობები და მივახციოთ უფრო მეტ წარმატებებს ამ სფეროში მომავალში. ასევე რა თქმა უნდა, ეს ახალი ინფრასტრუქტურა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ მომავალში შევძლოთ მრავალი სხვა ტურნირის მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში, ამაზეც გქონდა დღეს საუბარი. მთლიანობაში დღეს მოვისმინეთ ანგარიში სამუშაოებთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა სამზადისის კუთხით და ყველაფერი არის უმაღლეს დონეზე მომზადებული. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ სამუშაოების შესრულებაში. მადლობა მინდა გადავუხადო ოლიმპიურ კომიტეტს, ბატონ ლერის, ბატონ მამუკას, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ამ სამუშაოებს და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მინისტრს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომელიც ჩართული იყო არაერთი ინფრასტრუქტურული ობიექტის მომზადებაში და ყველაფერი შესრულდა უმაღლეს დონეზე. ყველას კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მადლობა გადაგიხადოთ ყველას კიდევ ერთხელ ამ არაჩვეულებრივი დღისთვის საფუძვლის მომზადებაში და ყველა ერთად, რა თქმა უნდა, 9 თებერვალს გავხსნით ოლიმპიურ ფესტივალს და უსურვებთ წარმატებებს ყველა სპორტსმენს და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ჩვენს ქართველ სპორტსმენებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. დიახ, ნამდვილად ყინულის სასახლესთან ერთად კიდევ ერთი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციების სრული მოთხოვნების და სტანდარტების გათვალისწინებით მოხდა როგორც პროექტირება, ასევე სამშენებლო სამუშაოები. ძალიან მასშტაბური იყო აღნიშნული სამუშაოები მცირე დროში, თუმცა ყველაფერი იმ სტანდარტის შესაბამისად იქნა, რომლის მიხედვითაც უკვე ბიატლონის ახალი ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს ოლიმპიურ ფესტივალს. 3.5 კილომეტრი არის მთლიანად სიგრძე მარშრუტის, რომელიც ხასიათდება ყველა იმ აუცილებელი ატრიბუტით, როგორც მარშრუტთან მიმართებაში, პარამეტრებთან მიმართებაში, სირთულესთან მიმართებაში. ძალიან ბევრი საინჟინრო სამუშაო იქნა განხორციელებული, მოეწყო სადრენაჟე არხები, აშენდა რეალურად ახალი ტრასა, რომელიც განათდა, ასევე აშენდა ერთი ხიდი, რომელიც სავალდებულო იყო იმისთვის, რომ სწორედ შესაბამისი სტანდარტის მარშრუტი და ტრასა მიგვეღო. მოეწყო გათოვლიანების ახალი სისტემა, რომლისთვისაც ასევე გამოყენებული იქნა უმაღლესი დონის იტალიური ტექნოლოგია, რაც ქმნის სრულ საშუალებას, რომ უკვე უმაღლესი რანგის შეჯიბრება
ღირსებებს უმასპინძლოს აღნიშნულმა ინფრასტრუქტურამ. ვხედავთ ყველა მთლიანად განათებული არის. აღსანიშნავია ის, რომ ბიატლონთან ერთად ასევე მოხდა შესაბამისი მარშრუტის შემუშავება და განხორციელება, რომელიც არამხოლოდ ბიატლონის, არამედ თხილამურებით რბოლის შეჯიბრის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა, რომელიც ასევე ჩატარდება და მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული სივრცე აღემატება მხოლოდ სპორტულ ინფრასტრუქტურას, ეს არის არაჩვეულებრივი რეკრეაცია და ეს არის შესაძლებლობა, რომ ზაფხულის პერიოდში შესაბამისად იქნას დატვირთული სხვადასხვა ღონისძიებებისთვის, როგორც სპორტული, ისევე არასპორტული. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონო პრემიერო პირველ რიგში თქვენ დიდი მხარდაჭერისთვის, ბევრი გამოწვევა იყო, თუმცა მიუხედავად ამ გამოწვევისა, დღეს უკვე დასრულებულ ობიექტზე ვიმყოფებით. რა თქმა უნდა, ოლიმპიურ კომიტეტს, რა თქმა უნდა, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს, მართალია სპორტის სამინისტრო ცოტა ხნის წინათ, ასე ვთქვათ, ცალკე სამინისტროთ ჩამოყალიბდა, თუმცა ბატონი შალვა დღიდან პირველ მოადგილედ დანიშნვის აქტიურად იყო ჩართული და მადლობა მას ასევე. რა თქმა უნდა, სამშენებლო კომპანიას, ქართული კომპანია, რომელმაც ნამდვილად ღირსეულად გაართვა თავი, როგორც თქვი, მოკლე პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტის დასრულებას და განხორციელებას. საზედამხედველო კომპანია, რა თქმა უნდა, თვითმმართველობა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, როგორც კურორტის მმართველი კომპანიის, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის და მერის სახით, რა თქმა უნდა, პრემიერის რწმუნებული ბატონი ბესი კამირანაშვილი და რა თქმა უნდა, აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა მუნიციპალური განვითარების ფონდს. მთელ მის შემადგენლობას, მინისტრის მოადგილე კოვა გაბუნიას, რა თქმა უნდა დავით ტაბიძეს, რა თქმა უნდა გიორგი ციბაძეს, გურამ გელაძეს და ყველა იმ თითოეულ ადამიანს, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩართული იყო, როგორც ყინულის სასახლის, ასევე ბიატლონის ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. ყველა ძალიან დიდი მადლობა და ეხლა მინდა ბატონ შალვა გოგოლაძეს ვთხოვ, რომ მიმართოს საზოგადოებას. გთხოვთ ბატონ შალვა. მოგესალმებით, მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, მივესალმები სრულიად საქართველოს, განსაკუთრებულად ვეფერები ბაკურიანს და პირველ რიგში ულოცავ ბაკურიანს ისტორიის დაბრუნებით, იმიტომ რომ ისტორიულად ბაკურიანში ყოველთვის იყო ბიატლონის წასა და ეს განახლებული ახალი თანამედროვე მსოფლიო დონის ბიატლონის წასა, რომელიც პირველ რიგში უმასპინძლებს, რა თქმა უნდა, თებერვლის თვეში ოლიმპიადას, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ამ ტრასაზე ჩატარდება მრავალი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატი, იმიტომ რომ საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით ეს ტრასა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. რა თქმა უნდა, ეს არის სასიხარულო, რომ მომავალში ბაკურიანი უმასპინძლებს არა მარტო ოლიმპიადას, არამედ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებს. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლის იმისთვის, რომ შესაძლებლობა მოცა მისცა ქართულ სპორტს საქართველოს იმისთვის, რომ ასეთი ლამაზი, კარგი ინფრასტრუქტურა დაგვრჩეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და წარმატებას გესურვებთ ყველას. დიდი მადლობა ბატონო შალვა. სარგებლობს შემთხვევით, ბევრჯერ ნათქვამი არის, მაგრამ ძალიან ასე ვთქვათ, დიდი გეგმები გვაქვს სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ძალიან მჭიდროდ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობთ იმისათვის, რომ ახალი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსების პროგრამა დავიწყოთ, რომელიც, რა თქმა უნდა, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის ხარდაჭერა, ასევე ჩვენი სპორტის რეალურად თვისობრივად კიდევ უფრო სხვა დონეზე უფრო მეტი მასობრივი სპორტის განვითარების შესაძლებლობას მოგცემს. რა თქმა უნდა, გამორჩეული არის ბატონი ლერი ხაბელოვის როლი, როგორც ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის, როგორც გულანთებული, ასე ვთქვათ, ქართველი დამსახურებული ვეტერანი, მრავალ ჯილდო, ასე ვთქვათ, მქონე მოპოვებული აქვს მას და მისი განწყობა განსხვავებულად, ასე ვთქვათ, ენერგიული იყო, რაც ჩვენ დიდ ენერგიას ვატევდა, ამიტომ ბატონ ლერის მინდა ვთხოვ, დღიდან ჩვენი, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის დაწყებისა, აი ბოლომდე ასე ერთად მოვახერხეთ და ნამდვილად ეს ერთობლივი დიდი მიღწევა აქვს. გთხოვთ ბატონ ლერი. დიდი მადლობა, მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ნამდვილად ოლიმპიური კომიტეტის ძალიან სასიამოვნო დღე არის. თქვენ იცით, რომ 2015 წელს ჯერ კიდევ ჩვენ ჩავატარეთ ახალგაზრდული
ევროპის ფესტივალი საფულის. ეს იყო ძალიან დიდი წარმატება იმ პერიოდში, იყო პირველი ღონისძიება, სადაც მივიღეთ 50 ქვეყნის წარმომადგენელი. და დღეს უკვე ჩვენ ზამთრის სახეობას მასვინოთ ბაკურიანი, თბილისი, ბორჯომი, თბილისი, ბათუმი და ძალიან მნიშვნელოვანია აი სწორედ ზამთრის სახეობის განვითარებისთვის და მინდა აღნიშნო, რომ მეორე ქვეყანა ვიქნებით, ვინც ეს ორივე სახეობა მოახერხა საფულის ჩატარება და ზამთრის. ეს არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ ჩართული იყო და ყველა საკითხი თქვენი ისეთ რომ შეიქმნა საერთო რო იყვიან საერთო ერთობლივი მუშაობით, საერთო ხედვით ეს შეიქმნა და მე მგონი ეს რაც გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ლამაზია და ყველა ობიექტი ძალიან რო იყვიან მაღალ დონეზე შესრულდა. დიდი მადლობა ინფრასტრუქტურის მინისტრს ძალიან მოკლე ვადებში სიმართლე გითხრა ცოტა ნერვიულობდი რომ რამე თუ ჩვენ გამოცდილება არ გვაქვს ამ მიმართულებით და ყველაფერი ისე დასრულდა როგორც ჩვენ გვინდოდა და საერთაშორისო სტუმრებმა ვინ ჩამოვიდა სპეციალისტებმა ყველამ თქვეს რომ არის ძალიან მაღალი დონის ობიექტები. მიულოცავ ამ დიდ წარმატებას ჩვენ ქვეყანას და შემდგომში ჩაგვეტარებინოს უფრო მაღალი დონის ღონისძიებები, რა თქმა უნდა ეს არის ევროპული ღონისძიება, ეს არის ფესტივალი ახალგაზრდებისთვის და ჩაგვეტარებინოს სერიოზული ღონისძიებები. დიდი მადლობა ყველას და წარმატებები.